მესამე ფურცელი. ოპერატორში უნდა გადაგა. დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემა. სად არ უნდა გავასხა. იქ, სადაც მთავრდება ოფიციალური, იწყება ნამდვილი. მესამე ფურცელი არ ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს. ეს გადაცემა არ გადაფურცლავს მოვლენებს, დააკვირდება, გაჩერდება, გაარღვევს ზედაპირს. მესამე ფურცელზე იწყება ის, რაც ყველაზე მეტად გვეხება. ყოველ კვირას 21 საათზე. ვფიქრობდი შეფისთვის თან ეგეთი დიდი გუგლის ადამიანისთვის რა უნდა მომემზადებინა და თან მოხევე როგორ უნდა გაოცოს მთიულმა, მაგრამ ნუ იმზადებ ხინკალს, რომელსაც ხშირად ვამზადებ ხოლმე. თუ გამომყვების სამზარეულოში რაღაცებსაც გაჩვენებ. და რამდენი ხანი ასვენებ მაგას? რომ მოვზელ 9 საათი 20 წუთი დავასვენებ ამ ცომს. და მე კიდე უნდა ძილო. მე კიდე გადავზელ და ნუ მე დავიწყებ უკვე გავყრელება ამოჭრას რა. ეხლა ეს უნდა შევკრა ძალიან კარგად. და ჯანი ჭირდება, ცოტა. ჯანი ჭირდება და ამას აკეთებდნენ ჩვენი ბებიები. თქვენებური ხინკალი როგორია? სხვათა შორის არ ჩვენებური ხინკალი მე რაც მახსოვს ეხლა ჩემი ბავშვობიდან რბილი ცომით კეთდებოდა. არ არის ესეთი მაგარი, როგორც ეხლა შენზე, ესეთი მაგარი ცომი არ იყო ხოლმე. გული? გული ჩვენთან აკეთებენ სხვათა შორის ხახს, ყლიავ ძირას, ყლიავი და სხვათა შორის ნიორსაც უკეთებენ. ნიორი მეც უქენი ორი კვილი. გულს. იცი რა, მინდოდა რომ ყლიავი გამეკეთებინა, მაგრამ ძირა ჩემი მოყვანილია, ჩემი გავის არის და ამიტომ ძირით გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა. ბაჟის თუ არის ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მიქაური ენდემური შეგენდაცვლო თუ არ? არა, უნდა შემენდაცვლო ეს. სტუმარს როგორ მოაზრინებდნენ ცომს ეხლა? თვითონ შენ აკეთებ ხინკალს? კი. ვაკეთებ ხინკალს, მაგრამ უფრო მიყვარს არ ვიცი შენ ნაჭამი გაქვს თუ არა, ყველის და კარტოფილის გაქვს ნაჭამი. კი, ვიждები. აი, მოხარშული კარტოფილი არის გაპასული იგივე ჩაზელილი, მე მაგაშია ყველი და მე მაგალითად ხორცზე მეტად ეგ მიყვარს, არ ვიცი რატომ. და ძალიან ბევრი მოხევეს სხვათა შორის. გვერდზე შემოწნული ხინკალი არ არის ესეთი ხო, ეგეთია რაღაც. ხო, რაღაცა ვარენიკის კავს ცოტა დიდი და გვერდზეა შემოწმული. ჩვენ ვზახდით ხოლმე? შენ რომ მოხვალ ჩემთან სტუმრად, მე გაგიკეთებ, მოდი შევთანხმდეთ. შევთანხმდეთ. მაგას ხო? კი. მოგავა ძალიან გემრიელია ეგ ვიცი. ჩემი უსაყვარლესი კერძი ერთ-ერთი. მე მგონი ჩვენი ფანტასტიკური ცომი, ძარღვიანი, საოცარი ცომი. ეს 9 საათი რო დაისვენებს. ხო, ეხლა იმას დავასვენებ. დიდებული ცომი გამოვა. შუაზე გავჭრი. ისე ახსნა. აი. აჰა. აი ფორები, ფანტასტიკურია. სანამ ჩვენი ცომი დაისვენებს, გული მზად მაქვს მიშა. ზოგადად ჩვენ თიულებს, არ ვიცი თიულებს თუ არა, მაგრამ მე ესე მიყვარს, რომ ვიდრე ხინკალი ამოვა, ერთი ჭაჭა. აუცილებლად. უბრალოდ ამდენი ჭიქა რატო არის? შენი აზრით? იმიტომ რომ აი ნახე რამდენი კაცი დაგუდებს. სხვათა შორის. პროდაქშენი დიდია. პროდაქშენი დიდია, კი ბატონო. ჯიგრულად. ეხლა მე გეტყვი შენ რატომ მევასები. ერთი რომ ხა პირველად ხა ჩემთვის შემოდიხარ ტელევიზორიდან. ტელევიზორი კიდე გოთვერანი რამე არის, ეგრე უჩვენებს ადამიანებს. ზოგადად ჟიურის წევრები გამოირჩევიან ხოლმე აი მირონი მოსდით. არ ვიცი ხა სწორად გაიგე თუ არა. მივხვდი. მაგრამ შენ ყველაზე ადამიანური იყავი და მაგრამ დამევასე მივხვდი რომ კარგი კაცი იქნები და მე ძალიან ბევრ ჯერს შეგხვდი უკვე მადლობა ქაშიკ. იცი რა არის? ხშირად ამ როგორც წესი ამ კულინარიულ შოუებს უხდება სიმკაცრე უნდა მოდიოდეს და ჩემში შინაგანად არ ზის რომ ვიღად მონაწილეს რატო უნდა ხმა უწივან რაღაცა ისეთი უთხრა რაც არ ეკადრება და მთელი ღამე ვერ დაიძინა ვიდრე აი იმ და ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის ქაშიკ ამ ამბავში რომ მე მანამდე 2010-იან წლებში მონაწილე ვიყავი თვითონ ამ შოუში და ერთ-ერთი კულინარიული შოუსი და მე თვითონ განცდილი მაქვს წინ ვინ ადამიანებიც გვიდგანან ისინი რას განიცდიან და ამიტომ ყოველთვის შევდივარ ხოლმე
მათ მდგომარეობაში და ძალიან გამეხარდა თუ ვინმე აღნიშნავს რომ მობიერი ვიყავი და ადამიანური ვიყავი. მოდი პირველი ჭიქა იყოს მთიულისა და მოხევის შეხვედრას გაუმარჯოს და აი ეს ხმა სულ გაგვეგოს, აი? გაგვეგოს. მთიულები და მოხევები სულ ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად უყვართ ერთმანეთი. აბარა. ეგრეა. თქვენს დაგისხავთ. თაზო, რომელი ჭიქა ამათ მე გერჩევნია? დაუსხავ. და ამათ უნდა იმუშაონ მოიცადე. აი. მიშა, შენს პატარაში? გიჩი, აი, მიშო, კახელო. ეს მიშოს? აჰა, ეგა. მოდი დაარტყი. მაგის მაგერ მე მოგისყავ. თაზო კაი ბიჭია. ფანტასტიკური. ფაზო მიყვარს. რამდენიმე პროექტზე გვაქვს ერთად ნამუშევარი კი იცი შენ. ეხლა ტელევიზორთან რო ვიჭიდე და ამ ყველაფერს უყურებ და ძალიან გამესწორდა. და ვერკლა. ხო, ძალიან. რა უცხო, არა დაღლილი, არა ბანალური, არა ყველაფერი ხდება დაგეგმვის გარეშე და ბუნებრივად მე ძალიან მომწონს. ნატურალიზმი არის მნიშვნელოვანი რა. ნატურალიზმი ნიშნავს სინამდვილეს. ხოთა შორის დღეს თან კაია დივანზე უყმა დავჭდე და არა წინ და ესე ფეხები გვერდულად და ეს ჯიგრულად გავიკეთო თუ არა წინ საფარით, მაგრამ მე ვიფიქრე წინ საფარს არ გავიკეთებ და რადონელი გიკეთია ძველი ჩაის ტილო ეგ მომეწონა შევამჩნიე ეგრე. ხო არა? არა თაზო მეუბნებოდა რომ ეს რაჯანდება გიკეთია. აი გაჩერდი თაზო პირიქით ეს მატებს დამატებით პეც სამ ყველაფერს. თორე ხინკალი ვის არ გაუკეთებია. აბარა. ეხლა ადამიანები რო ნახავენ რა გემრიელ და მაგარ ხინკალს ამზადებ. რატომაც არ შეიძლება გთხოვოს რომელიღაცა რესპონდენტმა. მე მაგალითად იმიტომ დაგთანხმდი ქაშიკ რომ ჩვენ ტოლები ვართ და აი პატარა ბიჭი ვიყავი ხოლმე და გიყურებდი აგვისტოს ომის დროსაც პატარა ბიჭები ვიყავით, ეხლა არ ვიყავით დიდები, ხო? სულ მშურდა თეთრი შურით რა, რომ აი ჩემი რეგიონიდან ბიჭი ესეთი წარმატებულია და როთან პატიჟე შენ და სტუმრად ეგ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო და მაგიტო დაგთანხმდი. და მადლობა კიდევ ერთხელ. სახლურად აი როგორც ვაკეთებთ ხოლმე ეგრე რა ბუნებრივად ყველანაირი გაპრანჭულობის გარეშე. სანამ მე ამის გავწყელებას დავიწყებ, ერთი გულზე მინდა რომ არომატი მოდი. ხო, მოგირბელინა ბეხავე? კაია. ოპა! ვა? აი მე ღმერთო რა გველოდება ხალხო რა გველო საოცრება დიდებულება მოდივარ ეხავე? მიდი აბა გული არ მithens რომ ეგეთი ბანალური შეკითხვა არ დაგისვა. რა იყო კერძი, რამაც მოგაჯადოვა პირველად? რაც შეიძლება სხვა მომაჯადოვა, მაგრამ რაც ცნობიერებაში მახსოვს დედაჩემი აკეთებდა ხოლმე უმაგრეს იხვის ფლავს. სხვა დაკარგულია. არ არის დედაჩემის მოგონილი არ არის ეს იხვის ფლავი რა. ახსენდება ეგ კერძი როგორც ერთ-ერთი მამოუტკივირებელი ამ სფეროს განვითარებაში ჩემს ცხოვრებაში. დედის ემოცია უფრო მოყვება თუ გემოსი? იცი როგორ ალბათ აქამდე მოყვებოდა გემოსი, მაგრამ დედა რო აღარ არის, უკვე დედის ემოცია მოყვება. ხშირად ვაკეთებ ხოლმე და ისეთი არ გამომდის, ან ზუსტად იმ თემამდე მივდივართ, რომ მნიშვნელოვანია ვინ გააკეთა და არა გემრიელია თუ არა. როდის შეიძლება მიშას ველოდოთ ისევ შავ ყუთში? ან რა ფორმით შეიძლება გელოდოთ შენ? სხვათა შორის რა კარგი რამე მკითხე, ახლა შავ ყუთში თუ არა სხვა პლატფორმებზე. ესე ნამდვილად არ ვიცი თუ აკეთებდნენ ხინკლისოს. სხვა პლატფორმებზე ისევ ჩვენი საერთო მეგობარი აგერ თაზო და რამდენიმე ადამიანი ვაპირებთ რომ გავაკეთოთ YouTube-ისთვის ზუსტად ანალოგიური კულინარიული პოდკასტი, სადაც იქნება რეცეპტები და საინტერესო სტუმრები და ზუსტად როგორც შენი პოდკასტი არა დამღლელი, არა ბანალური, არა ჩვეულებრივი, ანალოგიური გვინდა რომ გავაკეთოთ და ასე რომ დაელოდეთ ძალიან მალე იქნება ეს ამბავიც.
და დავიტოვები იმედს, რომ მეც ვიქნები. აუცილებლად. პირდები. მიშა, მოკლედ. მიშა, რომელიც ცეკვავს. სხვადასხვის ადრე ვიყავი, არ ვიცი, იცი თუ არა შენ პუტკუნა ვიყავი რა, სადღაც 180 კილომდე და სულ მინდოდა ცეკვა. მომწოდა ცეკვა რა, მაგრამ იმდენად არ მომწოდა ეს. მე არავის არ ვაკნინე, მაგრამ ჩემი თავი არ მომწოდა რომ ცეკვავდა რა. რო გავხდი, ამოვინაზღაურე მთელი ეს ბავშვობის და ახალგაზრდობის ის პერიოდის დრო, როცა არ ცეკვავდი იმის გამო რომ რაღაც წონა მქონდა, ეხლა არ ვმაზავ როგორ ქვია ქართულად მაგ სიტყვას. ნუ არ ვმაზავ სიტუაციას თუ ცეკვა აუცილებლად ვარ იქ და ვცეკვავ, მიყვარს ცეკვა. თავისუფალი ვარ მაგ დროს, ის ვარ, ვინც ვარ. თვლი რომ ცეკვა, მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და ამიტომ გეკითხები რომ ცეკვა არის ენა, რომელიც არის უნიკალური და მაგაზე უფრო გულწრფელი ენა სასაუბროთ ენწყვილესთან. ნამდვილად. მაგაზე არ მიფიქრია რა, კარგი რაღაცა თქვი. ნამდვილად ენა არის, ბრავო. ძალიან პატარები არ არის? პატარები კი არის, მაგრამ მოსაჭრელი ჭიქა გაქვს პატარა ისე მგონი. პატარებს გააკეთებ თიულურებს, ხო? პატარებს გავაკეთებ, ხო, შევეცდები რომ პატარები გავაკეთე და არა დიდები. დიდი ჭიქაც მაქვს მოსაჭრელი, მაგრამ წამოვიღე. გიხვეწები ეს უშაქრო არ გაქვს? კი, გვაქვს უშაქრო, ეხლა მოგირბენინე. მიდი გიხვეწები დავლე სანამ შენ აკეთებ. მე ხო? მე ვაიმე. ადრე ვსვავდი ხოლმე შაქრიას შოულებრივს და რაც ამ ბოლო დროს დავამუღამე იმ უშაქროს გემო. არ მომწოდა არაბუნებრივი სიტყვა, მაგრამ ამ ბოლო დროს დავამუღამე და მიყვარს კოკა-კოლა, რა ყველაფერს უხდება. რიგითი მოქალაქის პრიზმიდან რო შევხედოთ, სად აღმოჩნდით საერთოდ რა ხალხის ხელში ვართ, რა უნდათ, რას გვერდჩია? მართლა ხშირად ფიქრობ ხოლმე მაგას, რომ ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩნდით, რომ რაღაცა წლების მანძილზე ადამიანების ცნობიერება ისე დატვირთეს, რომ ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს რაღაც სოფლებში და რეგიონებში, ხო ვიცით, რომ რეგიონებში როგორი დიდი გაჭირვება არის, როგორ შეიძლება რომ იმ დონემდე იყოს მოწამლული შენი ცნობიერება, რომ ის კი არ გადარდებდეს, რომ საჭმლის ფული არ გაქვს, ის გადარდებდეს, რომ თავარია არ მოვიდეს ნაცები და თავარია მიშა არ მოვიდეს. აი სულ ეს მაინტერესებს, რამდენი გაჭირვებული ადამიანია. და მაგათი მთავარი მამოტივირებელი ძალა არის ის, რომ არ დაბრუნდნენ ნაცები. ხო, იმათ დაბრუნების შანსი ისედაც აღარ არის. არა, ხო, ეგ ამას ჩვენ ხვდებით, მაგრამ სასმელი რომელიც მოგიჭერს იმას ხომ მეორე აი რა ლამაზად ახსენი. სწორია რა, მაგა დაბრუნების შანსზე მე არც ვამბობ, რომ უნდა დაბრუნდნენ, უბრალოდ რამდენი მეთქი იმუშავეს, რომ წვეთ ადამიანების ცნობიერებაში ის დაელექათ, რომ მშიერ ადამიანს შიმშილი კი აღარ აწუხებს ზუსტად აი ეს ნარატივი. მე არ გეხმარებ, ძლივს მოხდი ისეთ სიტუაციაში, სადაც მე არ ვაკეთებ. ცხოვრებაში საკი 41 წლის ვარ და პირველად გავარ შეფის წინაშე და ამბაზებს. მეც პირველად ვარ. ხო, მეც მქონდა ეგეთი ოცნებები, რომ ანუ რაღაცა იმ გამეკეთებინა კერძი და რაღაცას შეეფასებინა ეს კერძი, სახში აფასებენ ხოლმე რაღაცა მაგალითად ბავშვებს ძალიან უყვართ ხინკალი, რომელსაც ვაკეთებ. კიდევ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ ეხლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ აი ეს რაღაცა ჩემი ოცნებაც იყო და ჩათვალე, რომ აი ამ მესამე ფურცელმა ეს ჩემი ოცნებაც აახდინა, რომ შენს წინაშე ვარ ახლა. მადლობა ძალიან დიდი, ქაშიკ. მადლობა შენ. კაი, თქვი ძალიან. რამდენი არ დაითვალე? არა, ეხლა მოხვევის დროს დავითვალე. გეხვეწები, მართლა ძალიან ბევრი. არ იქნება ერთი ჩა. შეიძლება ქვაბი ცეცხლი შემოთო ქვაბს. მადლობა. ეხლა უცებ ერთი ჩაყრა მოვახვიოთ, მე დანარჩენს გავაკეთე. მართლა საოცარ ნამდვილი ხინკალი, მწვანილების და მაიმუნობების გარეშე. თუმცა ვისაც მწვანილიანი უყვარს, პრობლემა არ გვაქვს. ბებია ჩემი აიღებდა ხოლმე
ღორის უმიხორცი თავისთავად შეგვიძლია რომ არ ჭამოთ, მაგრამ ამას ხო, მაგას მე ვსინჯავ, ისე არასდროს არ იმას შვები. თუ არ გავსინჯავ, ისე გამორიცხული. აი მე მართლა დიდებულია. აბა ფორმებს. აუ, საოცრებაა. აი? შვენიერი. შენ ქვემოთ უბრუნებ? არა. რატო? იცი რატო ჩემ შულებს უყვართ დიდი რომ მოკიდოს ხელი და კუჭების ევასებოდა. თან მე თვითონ კუჭებს არ ვჭამდა, მირჩევნია რომ ესე ანუ მეხმარება რომ მე ძალიან გემრიელი ფაშია. ხო არ დაასხავდი დაჭიქოს. მოდი, შენ ეგ თქვი და ესე იგი 35 მეტრს რახან პატარებია ჩვენი ქვაბი ჩაიჭრებს. დავლიოთ შინაურულად. ეს სიტყვა გიყვარს? შინაურული? აბა რა, შინაურული. ევასება. სიხარულს გამომარჯოს. ბიჭებო თქვენს დაგისხავთ? გამომარჯოს. გამომარჯოს. დაგიტოვე თაზო შენ. ჩვენ თაობას სამი მთავრობა გამოვიცვალეთ, ხო? მართლა. შევარდეთ, ბიგო გადავლილი. მე უცებ ხელისუფლება იცვლება. მოდის მეორე ხელისუფალი, რომელიც ეგეთი მაღალი რეიტინგით არავინ აღარ მოსულა, მაგრამ მალევე ამ რეიტინგს ჯიბეს ჩაიდებს თავადვე. ხო. და ეხლა მესამე ყავს და აი კერძებად რო გადავანაწილოთ. ვინ არიან? რომელი კერძები არიან? აი შევარდნაძის დროს ძალიან ცუდად არ ვიცი რა გრეჩი ხარ. და ციციბურად კი არა. ხა ბევრს უყვარს გრეჩი, ხმით რა არის ყველაზე საზღარი პერიოდი. ციციბურა არ მიყვარს, მე რაც არ მიყვარს. ხო, სადია. ციციბურად. ცუდად მომზადებული ციციბურად. აი ფანტიაც რო არ არის, ხო? ფანტი აი ჩაშლილი, წყალზე მომზადებული ციციბურა, არც караქი აქვს, არც არაფერი, აი ციციბურა და პრინციპში რა უნდა ციციბურა ის ნამცხვარი ის რო ვახსენოთ, სიგუა უკვე ეგ არის ყველაფერი. ეხლა ახალმა თაობამ საერთოდ არ იცის რა არის სიგუა, მაგრამ ზეთი, ფქვილი, შაქარი და კვერცხი თუ იყო, კვერცხი და იმას კერასინკაზე დადებდნენ ამხელა ტაფას, ზედაასხავდნენ ამას, შეიძლება შენც არ გახსოვს? კი არ მახსოვს. არ ვიცი, არ მინდა რომ რაღაცა მიკერძოებული ან რაღაცა ვიყო, მაგრამ რაღაცა საწყის ეტაპს მეორე მოსვლის მთავრობის შევადარებდი რას იცი, რაც არის ყველაზე გემრიელი, რაც არის ყველაზე საამაყო საწყისი ეტაპი. ჩემთვის რა ხარ? ნუ ის ეტაპი, მანამ რაღაცა გრეხები დაიბადებოდა რა. არ ვიცი, საცივს, ჩაკაფულს, არა? არ გიყვარს? საოცრება. საცივის კი. საცივი და ჩაკაფული. საწყისი ეტაპი არის ჩაკაფული და საცივი. მოდი მაშინ კიდე არის რამე კერძი ნაციონალური მოძრაობა საწყისში? იმაში დასასრულში? დასასრულში, აი 9-დან ვიდრე 12-მდე. ესე კითხავდი. ვაიმე, ლამაზ გეტყვი ახლა. კორკოტი. კორკოტი. რომელიც უგემრიელესია, მაგრამ ბოლო მოდის ქელეხში. კი. რა ლამაზად ავხსენი დამფიქროთ ხო? ბაზარი არა. ან დაშლის დროა. დაშლის დროა. და კოცები. ნაცები კოცები. კოცები იცი როგორ საწყის ეტაპზე ეხლა არ ვიცი იმდენად პოლიტიკაში ჩართულები არც ვიყავით, ეხლა შენ უბრალოდ ჟურნალისტი იყავი და ჩართული იყავი საწყის ეტაპზე ჩემი განცდებით როგორ გითხრა ეხლა არ ყოფილვარ ცუდი განცდებით ეხლა რომ ამბობენ ადამიანები რომ მე არ მიმიცია და შენ არ მე საერთოდ არ ყოფილვარ მაგ დროს არჩევნებზე, მაგრამ ისეთი ადამიანები ამბობენ არ მიმიცია ხმაო, რომლებიც პირველები გაიქცნენ, მაგრამ რა შეიძლება იყოს საწყის ეტაპზე ჩაკაფული საცივი თქვი ისენი, აი რა ვიცი როგორ უნდა ვთქვა ეხლა რამე კარგი. ნუ საწყისი ეტაპი ეგრე გავყოთ, იმიტომ რომ მაგათაც დაუგროვდა წლები, ხო, მე-13 წელია აქ არის. იცი როგორ რაღაც შედარებით ხო უნდა იყოს საცივს და იმ აღშენებლობის პერიოდს ხო უნდა შევადარო და რომ მოვიდნენ აღშენებლობის პერიოდი ხო არ დადგა, ანუ არ იყო ეს აღშენებლობის პერიოდი. ხო, ანუ არაფერი მაყუთის კეთების პერიოდი. მაყუთის კეთების პერიოდი. ხაში. ზვრიანი და ნივრიანი. მე მგონი ძალიან ლამაზად დავალაგე. კი, და ბოლო პერიოდის
ბოლო პერიოდი. აი, მოდი ეგენს გავყოთ, იმიტომ რომ მანდაც ხო ეგრე იყო. აი, პირველი მოწვევის პარლამენტი ბევრად გისეული იყო. მეორესაც არა უშავდა და მერე უცებ რაღაცა. მაშინ ხაში არ იყოს, ხაში იყოს რაღაცა შუაში. პირველი იყოს რა მიყვარს ყველაზე მეტად ისეთი, რომელიც თან კარგია და თან არაფრის თქმელია. ხო. ეგეთი უნდა იყოს რაღაცა კერძი მოიცა ცოტა ხანს. ანუ ესე კონკრეტულად დამაკნინებლად ვერ ვიტყვი ვერც ერთ კერძს, იმიტომ რომ ყველა კერძი რომელიღაც რეგიონს ეკუთვნის და არ მინდა რომ ვინმეს ეწყინოს. ხაში შუაშია ესე იგი. ხაში შუაშია. თავში არ არის ხა. რაღაცა გემრიელი კერძია თავში რა, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედებიდან, ადამიანების იმედებიდან გამომდინარე რაღაცა ვარდისფრად გეჩვენება ყველაფერი, გონია რომ ყველაფერი რაღაცა უკეთესობისკენ ეს ხო ეს პერიოდია, პირველი 4 წელი არის ის პერიოდი რომ რაღაცა ხო. ხო. ავხსენი სიტყვია და კონკრეტული კერძი არ მაქვს. შუაშია ხაში. ხო. და ბოლოში? და ბოლოში არის ბახში რო გვაჭმევდნენ, ხო გახსოვს, აი ძალიან მაგ ჩაშლილი მაკარონებით და აი მომზადებული მატყუარა სუპი. მატყუარა სუპი. თუ მიხვდები, რატომ ჩავიცვი ბობის მაისური დღეს? ამიხსენი შენ თვითონ ახსენი. მე კი ხვდები, მაგრამ იმიტომ რომ მგონია რომ ისე მოკვდა ეს ძვირფასი კაცი რომ ხინკალი არ გაუსინჯავს. მაგას საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რა სამბო. თან ხო უნდა ვთქვათ, შინაურულად მოვედი, არაფერი არ მისაც ხინკალი უყვარდა და ცოცხალი არ არის, ან მისაც ხინკალი არ გაუსინჯავს და ისე მოკვდას. სათქმელი გვაქვს და გიფიქრებია, კი ხო, ვისაც ვიტყვით, რამდენი გვაქვს? 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 21, კაი, 15-იც და ჩავყარო. აუ კი, თუ გამიხსნე დიდი სიამოვნებით. მომისმინე, ჩავა ეხლა მაგდენი? კი, 35-ს ჩავტერ. ვერ ამოდუხდება მე მგონი, მაგრამ ეხლა როგორ აი 30-ს ჩავტერ, 30-ს ჩავყრი რა, მაინც თავს დავიწყო. პირველი ამოყრა გემრიელად გვაჭმევს. მერე უცებ მეორე 30-საც და აჰა, მაინც თქვილიანი ხელები გაქვს. ცივი რა დიდებულია. ხაჭაპურს და ხინკალს ძალიან უხდება. სხვათა შორის აი დიდი ქალებისგან მახსოვს რა ადრე კოკაკოლა შემოვიდა ხინკალს უხდებაო ძალიან. ეხლა და არა მარტო კოკაკოლა, ყველის და კარტოფილის ხინკალს ეხლა რეკლამა არ არის, ფანტა უხდება, აი აკოდება, არ ვიცი რანაირად. ერბოში ამოაწება ყველის და კარტოფილის ხინკალს შეჭამდა და აყოლებ მაგას. ფანტაზე მომაწვევდა და ზუკო არის მართლა უბედური პერიოდი. ყველაფერი თუ ცუდი რამე იყო შევარნაძის დროს უკავშირდება. ზუკო მახსოვს. ოჰო თავშევი ჩავყარე. დიდებულება. მოდი ახლა დავასხათ და როგორც მოდი. ხინკალს უხდება, რა უცვლილებელიც არის. შენ მე და თან უცებ დავაგემოვნოთ. მოდი. მოდი ვისაც ხინკალი უყვარდა და ცოცხალი აღარ არის და ჩემს უთქונה ლაფერას ხსოვნა იყოს. აუ, ნამდვილად. და ლაფერ შენ სახელზე შევჭამ, მე ვიცი რომ გიყვარდა შენ ჩემი ხინკალი. მადლობა შენ დღევანდელი დღისთვის, მადლობა ინტერვიუსთვის. პირიქით, მადლობა შენ, რომ მომიწვიე. მიყვარხარ. ასევე. აი აუ, მართლა მაგარია. კაია. მადლობა.
გიჟივით მომშენია. ადამიანს თავისი გაკეთებული ესე მოწონდეს, მაგრამ მართლა მაგარია.